ერთი შეხედვით პატიმრისთვის პრობლემების საჯელის მოხდის შემდეგ სრულდება, თუმცა ხშირად ასე არ ხდება, მათ ვინც საპატიმროში არაადამიანური მოპყრობა გამოსცადეს, ციხის კედლებს მიღმა რეაბილიტაციის კურსი დასჭირდათ. ამ განხრით უკვე 2 წელია დანაშაულის პრევენციის ცენტრი მუშაობს. 1000 პატიმრიდან ვინც ცენტრში მოხვდა, განმეორებითი დანაშაული მხოლოდ 15-მა ჩაიდინა. ყოფილი პატიმრების ფსიქოლოგიური პრობლემებითა და საკითხის გადაჭრის გზებით ნათია ორველაშვილი დაინტერესდა. Raguniu შენაერები მომკვდარანა ხო. აი ესე ასანთის ღერივით გადაგტეხავთ და ასანთის ღერივით გადატეხავთ. ცემა, აბუჩა დაგდება, წამება, ასე იხსენებს ყოფილი პატიმარი ციხეში გატარებულ 2820 დღეს. ციხის დატოვების შემდეგ ვაჟა კაკუშაძემ რეაბილიტაციის კურსის გავლა გადაწყვიტა. დავდიოდი ექიმებთან, ფსიქოთერაპევტთან, ფსიქოლოგთან, ფსიქიატრთანაც. ძალიან ბევრს სჭირდება ეს დახმარება. როცა რაღაცაზე გადაერთვება ადამიანი და აი ამას რასაც ქვია ქუჩა მოშორდება, იქ უკვე სხვანაირად იწყებს ცხოვრებას. ყოფილ პატიმართა დასახმარებლად იუსტიციის სამინისტროში 2 წელია დანაშაულის პრევენციის ცენტრი მუშაობს. პროგრამა ნებაყოფლობითია. ცენტრში რეაბილიტაცია 1000-მა ყოფილმა პატიმარმა გაიარა. მათგან განმეორებითი დანაშაული მხოლოდ 15-მა ჩაიდინა. მხოლოდ სახელმწიფო ძალისხმევა არ იქნება საკმარისი ამ პრობლემის მოსაგვარებლად და საჭიროა კერძო სექტორის, ბიზნესის და არასამთავრობო სექტორის სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა იმისთვის, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი პრობლემა მოვაგვაროთ. ისე რომ ერთის მხრივ ყოფილი პატიმრის უფლებები იყოს დაცული და რეალიზებული, მეორეს მხრივ კი საზოგადოება იგრძნოს თავი დაცულად. ზიანი მიყენებული არის ყველა დონეზე, ფიზიკურ დონეზე, ფსიქიკურ დონეზე. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის ფსიქოლოგი მაია ცირამუა ყოფილ პატიმრებს პოსტტრავმატული სტრესის დაძლევაში ეხმარება. ის ამბობს, რომ ამ ადამიანებისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხი სამართლებრივი რეაბილიტაციაა. ჩვენი კლიენტი ყვება იმაზე, რომ ის მაღაზიაში შეხვდა მოძალადეს, მასე მოძალადეს, ვინც წლების მანძილზე მას აწამებდა. უამრავი ადამიანი დადის დღეს ქვეყანაში, აქვს ძალიან დიდი კითხვის ნიშანი, რატომ დამემართა ეს მე. 2012 წელს საქართველო პატიმართა რაოდენობის მიხედვით ევროპაში მეორე ადგილზე იყო. მას შემდეგ ეტაპობრივად ამნისტიის შედეგად 9000-მდე ადამიანი გათავისუფლდა. მათი უდიდესი ნაწილი პროფესიონალების დახმარების გარეშე ცდილობს გაუმკლავდეს ტრავმულ გამოცდილებას. და თუ ჩვენს მაყურებელთა შორის ასეთი ადამიანები არიან, თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ცხელ ხაზზე, რომლის ნომერიც გახლავთ 2 145 145.